მოგესალმებით. შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა სუიციდი. ურთულესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის იწვევდა ინტერესს. როგორ მიდის ადამიანი თვითმკვლელობამდე? არის თუ არა თვითმკვლელობა სისუსტე? რა როლს თამაშობს გენეტიკა? თვითმკვლელობების სტატისტიკური მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მზარდია. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ ისტორიას ადამიანისას, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ დღეს ცოცხალია. ის თავის ისტორიას მოგვიყვება თუ რას გრძნობდა, როცა თავს იკლავდა. დასკვნით ნაწილში კი ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. თვითმკვლელობების მცდელობა ქალებში უფრო ხშირია, მაგრამ დასრულებული სახით სუიციდი მამაკაცებში ჭარბობს. აღსანიშნავია мотиваციაც. დადგენილია უფრო მეტად რა მიზეზით იკლავენ თავს ქალები და რა მიზეზით მამაკაცები. ასევე საინტერესოა, რომელი პროფესიის წარმომადგენლები მიმართავენ სუიციდს ყველაზე ხშირად. სუიციდის ტიპები. ეგოისტური თვითმკვლელობა, რომელსაც მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები. ანომიური თვითმკვლელობა ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს. ალტრუისტული თვითმკვლელობა. ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმეს მიმართავენ. ფატალისტური თვითმკვლელობა. ადამიანის სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად. სუიციდი, ანუ თვითმკვლელობა, საკუთარ სიცოცხლეზე ნებაყოფლობით ხელის აღება. ეს მოვლენა კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს. პირველად თვითმკვლელობაზე ცნობები გვხვდება ეგვიპტურ ლექსებში, რომელიც დაახლოებით 4000 წლის წინაა დაწერილი. რიტუალური თვითმკვლელობა, ანუ ხარაკირი, გავრცელებული იყო იაპონიაში. ომში დამარცხებული და შერცხვენილი სამურაი სიკვდილს ამჯობინებდა. თვითმკვლელობა იყო კამიკაძეების ქმედებაც, რომლებიც გააზრებულად ახდენდნენ სუიციდს და ამით მოწინააღმდეგესაც აყენებდნენ ზიანს. მსოფლიო ისტორიაში ბევრი ფაქტია, როდესაც სიცოცხლე თვითმკვლელობით ცნობილმა ადამიანებმა დაასრულეს. სუიციდი მხოლოდ თანამედროვეობის თავსატეხი არ არის და ის ნებისმიერი საზოგადოების ეპოქისა და ფორმაციის პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები თავს სხვადასხვა მიზეზით იკლავენ. სუიციდს მიმართავენ როგორც ფსიქიკურად დაავადებული, ასევე სრულიად ჯანმრთელი ადამიანები. მიზეზი შეიძლება გახდეს მძიმე სოციალური მდგომარეობა, სამსახურის დაკარგვა, თანხის წაგება, ბრძოლაში დამარცხება, ოჯახის დანგრევა, ახლობელი ადამიანის დაკარგვა და სხვა მძიმე შემთხვევები. იტანჯება განცდება ისეთი ტანჯვებია, რომ ის ხსნას ხედავს თვითმკვლელობაში. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, მემკვიდრეობით არის განთავსებული, ან ავადმყოფი იმყოფება დეპრესიული აშლილობის ქვეშ. მაგრამ შეიძლება იყოს დეპრესიის რაღაც თვითმკვლელობა შეიძლება იყოს აფექტოგენური, როდესაც რაიმე ფსიქიური ტრავმა, აუტანელი განცდა, ან საცხოვრებო დაბრკოლებები ხდება ადამიანს და ხედავს, რომ მათი გამოსწორების პერსპექტივა არ არის ნაკლები, მას არ ძალობს გამოასწოროს ის განცდა, ან შეივსოს ის განცდა, ან წინააღმდეგს იმ განცდებს, რომელიც მას აქვს განცდილი და ჯობია, რომ ესე იგი დაამთავროს სიცოცხლე და დაისვენოს ამ განცდებისაგან. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს, მას ჩიხის განცდა ექნება და სასოწარკვეთილების განცდა ეუფლება, აი ასეთ ვითარებაში, იცით, თვითონ სააზროვნო პროცესებისთვისაც გარკვეული ცნობიერების შევიწროვება არის დამახასიათებელი. ფსიქოლოგიაში ზოგჯერ ამას გვირაბულ აზროვნებასაც უწოდებთ, რადგან ადამიანი ვერ ხედავს ალტერნატიულ გზას გარდა იმ გაქცევისა, რომელიც არის მცდელობა დაასრულოს გაუსაძლისი ფსიქოემოციური ტკივილი. მეცნიერები გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის თვითმკვლელობას. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამას დემონსტრაციულად აკეთებს. ან წინასწარ საუბრობენ იმაზე, რომ აპირებენ თავის მოკვლას. ასე დროს სპეციალისტების აზრით საქმე გვაქვს გააზრებულ ქმედებასთან, რომელიც დეპრესიის შედეგია. შესაბამისად, სასურველია, რომ მათვისაც სუიციდური აზრები აწუხებთ, დროულად მიმართონ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ფსიქოთერაპიული პროცესი მიზნად ისახავს
ისეთ დახმარებას, რომ ადამიანმა მოახერხოს თავისი ცნობიერების ველის გაფართოება, თავისი კრიზისული მდგომარეობისათვის სხვა რაკურსიდან, სხვა კუთხიდან შეხედვა და მისი ამ ვითარებიდან გამოსვლის ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ეს არის გამოსავალი მისთვის, ძალიან არასწორი და ამ გაგებით სრულიად დესტრუქციული, მაგრამ რადგან ის ვერ ხედავს სხვა გამოსავალს, სწორედ ამიტომ დგას ამ ნაბიჯს და როდესაც ხდება ფსიქოთერაპიული დახმარების შეთავაზება და ამ პროცესის ეფექტურად და კვალიფიციურად განხორციელება, ადამიანი სწავლობს კრიზისთან გამკლავებას. გარდა ფსიქოსოციალური ფაქტორებისა, ადამიანის გონებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მძიმე ცხოვრებისეულმა კრიზისმა და მან აფექტის მდგომარეობაში გადადგას გამოუსწორებელი ნაბიჯი. შეცდომაა ის მოსაზრება, რომ თავს მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები იკლავენ. სუიციდის შესაძლოა სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაიდინოს, მაგრამ მიზეზი მაინც დეპრესიული მდგომარეობაა. დეპრესია შეიძლება იყოს სიტუაციური დეპრესია. და შეიძლება იყოს ენდოგენური, ანუ შინაგანი თავის თვენში ბიოქიმიური პროცესების შედეგად ადამიანს განუვითარდეს დეპრესია. როდესაც სიტუაციურია დეპრესია, აქ ფსიქოთერაპია, მარტო ფსიქოთერაპიის შედეგად შეიძლება ადამიანი გამოვიდეს დეპრესიიდან. მაგრამ როდესაც არის ენდოგენური დეპრესია არის გენეტიკური. გენეტიკური მიდრეკილება გადაიცემა მემკვიდრეობით, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ თუ მშობელს აქვს დეპრესია, აუცილებელია, რაც მცირე პროცენტია, რომ მის შთამომავლობას გადაეცეს. ენდოგენური დეპრესიის დროს აუცილებელია როგორც ფსიქოტროპული პრეპარატები და ფსიქოთერაპია. ორივე ერთად არის ყველაზე ეფექტური. ჯანმრთელი ვართ ყველა, მაგრამ როდესაც ვართ დეპრესიულ აშლობის მდგომარეობაში, მაშინ და ხელს ვიღებთ სიცოცხლეზე, მაშინ ეს უკვე ჯანმრთელობიდან უკვე გასული ვართ ავადმყოფობის ფარგლებში. ეს არის მომავლის იმედის გაცრუება. რომ საერთოდ პროსტრაციის მდგომარეობაში, რომ არავითარი პერსპექტივა მას არ აქვს, ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივა მას არ აქვს, ის გადაწყვეტს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ფსიქიკური ავადმყოფი არ არის, როგორც ახლა, თქვა შიზოფრენია, სხვა რომელიმე დაავადებით შეპყრობილი, მაგრამ დეპრესიის ელემენტი აუცილებელი და ეს არის სიტუაციისაგან შექმნილი სიტუაციისაგან გამოწვეული დეპრესია, უნებმოწყობის დაქვეითება. გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკაც. მშობლიდან შვილს შეიძლება გადაეცეს მიდრეკილება დეპრესიული აშლილობისკენ, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, სუიციდის მიზეზი ხდება ხოლმე. შესაბამისად, თუ ადამიანს აქვს წინაპირობა იმისა, რომ ჩამოუყალიბდეს დეპრესია, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ნათესავებმა და მეგობრებმა. გენეტიკურად შეიძლება გადავიდეს მიდრეკილება დეპრესიული აშლილობის მიმართ. მიდრეკილება ბიპოლარული აფექტური აშლილობის მიმართ, რომლის დროსაც არის დეპრესიები და არის აწეული გუნებგანწყობა, მონაცვლეობს აწეული გუნებგანწყობა დეპრესიულ აშლილობას. ანუ ფსიქიურ აშლილობათა დიდი უმეტესობა გადაეცემა გენეტიკურად, გადაეცემა მიდრეკილება. და ამდენად თვითონ რომ ვთქვათ, რომ ეს გენეტიკურად რაიმე გადაეცემა, ეს დადასტურებული მეცნიერულად არ არის. კოლეჯი, მემბრი აიგუბერნული ქალებს თვითმკვლელობის მცდელობა სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ საქმე ბოლომდე უფრო მეტად მამაკაცებს მიყავთ. დასრულებული სუიციდის შემთხვევებში მამაკაცები სამჯერ სჭარბობენ ქალებს. რაც შეეხება мотивაციას, ქალები უფრო მეტად ოჯახური წარუმატებლობის გამო იკლავენ თავს, მამაკაცებთან კი უფრო მეტად საქმე გვაქვს სამსახურსა და ფინანსებთან. დადგენილია, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შედარებით იურისტები და ექიმები უფრო ხშირად მიმართავენ სუიციდს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წინასწარ საუბრობს თვითმკვლელობაზე, ან მას ჰქონდა სუიციდის მცდელობა, აუცილებელია, რომ მან დროულად მიმართოს სპეციალისტის დახმარებას. სწორი მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი შესაძლოა საზოგადოებას სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდეს.
კარგი არის ასეთ დროს კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის ჩართვა, თუმცა რიგ შემთხვევებში თუ კი ჩვენ ვთქვით, რომ ვთქვათ, სუიციდის მცდელობა უკვე განხორციელდა და საბედნიეროდ გადარჩა ადამიანი, ასეთ დროს ზუსტად დიაგნოზის დადგენა, რომ არ გამოირიცხოს ამ გაგებით ფსიქოზური დაავადება და ფარმაკოთერაპიის აუცილებლობა, რაც ფსიქიატრის პრეროგატივა არის თავისთავად, აი ამის დიფერენცირების, ზუსტი დიაგნოსტირების და ზუსტი და ყველაზე ოპტიმალური დახმარებისარეაბილიტაციო პროცესში მისი ჩართვის აქტუალობა დგება. სუიციდი მიუღებელია თითქმის ყველა ტრადიციული რელიგიისთვის. ეკლესია გმობს სხვისიან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას. როდესაც ჩვენ სიცოცხლის ხელყოფაზე ვსაუბრობთ, რომ აი ეს საჩუქარი, რომელიც მან ღვთისგან მიიღო, აი ამ საჩუქარს უარყოფს ის. სიცოცხლე, რომელიც მან ღმერთისგან მიიღო და თავისუფალი ნება, აი ამ თავისუფალ ნებას იყენებს იმისათვის, ბოროტად იყენებს, რომ ის სიცოცხლე ხელყოს, რომელიც უფლის საჩუქარია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცათა სასუფეველში ღმერთთან მყოფობაში კიდევ უფრო კეთილშობილი შეიქმნას, კიდევ უფრო უკეთესი შეიქმნას. აი ამ ყოველივეს უარყოფა ეს შეგნებული ნაბიჯია, იმიტომ რომ ყოველ ადამიანს აქვს არჩევანი, როგორც მოგახსენეთ და აი ამ არჩევანი თვითონ აკეთებს ამას. ანუ ფიქრობს რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში და არის ასევე ცოდვა უდიდესი, იმიტომ რომ სასოწარკვეთილია ესეთი ადამიანი. ხო არ შეიძლება რომ რაღაცის იმედი კონდეს და თავს იკლავდეს. ანუ უიმედოდ იმყოფება და უიმედობაში მყოფი ადამიანი უღმერთოა. იმიტომ რომ თუ კი ის იმედს არ ამყარებს ღმერთზე და არავისზე, მაშინ ამბობს რომ არაფერი არ არსებობს. და აქედან გამომდინარეც, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა. გამოსავალ სასულიერო პირები ადამიანის მოძღვართან ურთიერთობაში ხედავენ. ეს თვითმკვლელობის აზრი ადამიანს ნამდვილად უჯდება ცხოვრების საზრისის ვერპოვნის, პიროვნული პრობლემის გადაუწყვეტელობის გამო. და სწორედ ღმერთი, ეკლესია, სულიერი ცხოვრების გააქტიურება არის ერთადერთი ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება, რაც დააძლევინებს ამ ადამიანს, ან უფრო მეტ ნათელს მოხფენს მის აი ამ ჩამოთვლილ პრობლემებს. ჩემი მრევლის აღსარებლების უმრავლესობას ეს უთქვამს, რომ მსგავსი ფიქრი ქონია და სხვათა შორის ეს არის რაღაცა დაახლოებით 16-17 წლის ასაკში უფრო რაღაც გამძაფრებული. მათთვის საშველი ერთი რამ არის, რომ ისინი სარწმუნოებით უნდა მიუდგნენ აი ამ საკითხს. უნდა დაფიქრდნენ, რომ საიდან მოვიდნენ და სად მიდიან. ანუ უნდა გამოიტანოს ადამიანმა სწორი დასკვნა, რომ ეს არ შეიძლება ესე სტიქიურად ხდებოდეს, რომ ადამიანი იბადება და სულიერად წარემატება, იზრდება, ვითარდება, ისევე როგორც ბუნებაზე დაკვირვება აუცილებლად ღმერთთან მიგიყვანს, ესევე საკუთარ თავში ჩაღრმავებაც აუცილებლად ადამიანს ღმერთთან მიგიყვანს. და ეკლესიასთან და მოძღვართან ურთიერთობა, ასე რომ ჩვენ მათ ყოველთვის ურჩევთ, რომ იკითხონ ლოცვები, ხშირად თქვან აღსარება და ეზიარონ. ეს არის საუკეთესო წამალი. სუიციდს სეზონური და ასაკობრივი მახასიათებლები აქვს. დადგენილია, რომ ხშირია თვითმკვლელობები გაზაფხულზე. სტატისტიკურად კი თავს ყველაზე მეტად 50 წელს გადაცილებული მამაკაცები იკლავენ. რამდენიმე საინტერესო ფაქტი. 20-დან 24 წლამდე ასაკის დაოჯახებულ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის ფაქტი უფრო ხშირია, ვიდრე დაუოჯახებელ თანატოლებში. მძიმდება ვითარება 20 წლამდე დაოჯახებულ ახალგაზრდებში. ოჯახური სიმძიმე და პასუხისმგებლობა შესაძლოა სუიციდის გამომწვევი მიზეზი გახდეს. რაც შეეხება განქორწინებულ წყვილებს, მათ შემთხვევაში თვითმკვლელობის რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე დაქორწინებულ წყვილებში. თვითმკვლელობების რაოდენობით იაპონია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. გთავაზობთ ამ ქვეყნის მაგალითს და ოფიციალურ მონაცემს. ბოლო 11 წლის მონაცემი. იაპონიაში ყოველი 15 წუთის ინტერვალით ხდებოდა თვითმკვლელობები. ყოველწლიურად 30,000-მდე იაპონელი იკლავს თავს. მაგალითად, 2008 წელს ციფრმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამ წელს 32,000-მა იაპონელმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. მიზეზი სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია, პრობლემები ოჯახში, ჯანმრთელობის პრობლემა, ვალები. 2009 წელს თვითმკვლელობების 40%-ის მიზეზი სამსახურის დაკარგვა იყო, ხოლო 20%-ის მიზეზი უკავშირდება იმას, რომ ადამიანებმა სამსახური ვერ იპოვეს. უფრო მეტად ჭარბობს მამაკაცები, რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებული. ახლა გადმოვინაცვლოთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაა თვითმკვლელობების კუთხით ჩვენს ქვეყანაში.
სუიციდი საქართველოში, სტატისტიკური მაჩვენებელი, მიზეზები, მეთოდები და ახლობლებისთვის დატოვებული წერილები. ჩვენი რეპორტაჟის მომდევნო ნაწილი. 2010 წელს საქართველოში თვითმკვლელობის 292 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან თვითმკვლელობას უმეტეს შემთხვევაში 44 წელს გადაცილებული მამაკაცები ჩადიან. აღნიშნულია რამდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც სიცოცხლე თვითმკვლელობით 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა დაასრულეს. აქაც მსხვერპლის მეტი წილი მამაკაცია, 161 თვითმკვლელიდან 134 მამაკაცია, 27 კი ქალი. რაც შეეხება თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობას, 593 შემთხვევა გამოვლინდა. ამათგან 375 მამაკაცია, ხოლო 218 ქალი. 1990 წლიდან 2008 წლის ჩათვლით საქართველოში 5300 ადამიანმა მოიკლა თავი. 2008 წელს საქართველოში თვითმკვლელობის ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაქტს თავისი ახსნა აქვს. ნაჩვენებია, რომ ქვეყნებში, სადაც არის არასტაბილურობა, აი მაგალითად ომის პერიოდში ნაკლებია სუიციდური აქტივობები, მაშინ როდესაც შედარებით მშვიდ პერიოდში, როდესაც გააზრება ხდება გადატანილი პრობლემების, გააზრება ხდება სოციალური სირთულეების და ასე შემდეგ, ადამიანი უფრო მეტად მიმართავს თვითმკვლელობას, როგორც აი ესეთ ფატალურ აქტს. ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული სუიციდის შემთხვევები გაცილებით ნაკლებია. უფრო მეტად ადამიანების სოციალური, პირადი ან ოჯახური პრობლემების გამო ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით. თუ ადრე თვითმკვლელობას ყველაზე ხშირად 40 წელს გადაცილებული ადამიანები მიმართავდნენ, თანდათან საშუალო ასაკი 35 წლამდე ჩამოდის. ფსიქოფიზიკურად ჯანმრთელი 35-დან 45 წლის ასაკის მამაკაცი, რომელსაც აქვს პრობლემები სამსახურებრივი ან უმუშევრობის მსხვერპლი არის, ასევე მამაკაცები, რომელთაც დანგრეული აქვთ ოჯახები, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიმართავს თვითმკვლელობას. თვითმკვლელთა 30%-ს ჰქონდა გუნებგანწყობის აშლილობა, ანუ დეპრესიული მდგომარეობა. დაახლოებით ეს დამტკიცებულია. გარდა ხოლო 17%-ს თვითმკვლელთა 17%-ს წამალდამოკიდებულები იყვნენ. 14%-ს ჰქონდა შიზოფრენია და 13%-ს პიროვნული აშლილობა. ბექა სუხიტაშვილმა ინტერნეტში სპეციალური ბლოგი შექმნა. ამ ინტერნეტ გვერდზე ცალკე განყოფილება თვითმკვლელობის თემას ეძღვნება. ბექა 22 წლისაა. გადაწყვიტა სუიციდთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები შეეგროვებინა და ერთ საიტზე განეთავსებინა. სიკვდილით დავინტერესდი მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინა, რომ ჩემი საყვარელი მწერლებმა დაასრულეს თავი სუიციდით და ამ იდეით მე ამ კატეგორიით მივიდა ჩამომეყალიბი გამეწვნა საზოგადოებისთვის, რომ ისეთი ადამიანები, ვინც დაინტერესებულნი არიან სიკვდილით, ზოგადად ასეთი ადამიანებისგან მიიღონ რჩევა, როდესაც ეს გადაწყვეტილებას იღებენ და გადაწყვიტონ, რამდენად ღირს ამაზე წასვლა და რამდენად არა. ანუ ჩემი მიზანი იყო ისეთი ადამიანების მობილიზება და ისეთი ადამიანების წერილების გამოქვეყნება, რომლებიც ცდილობდნენ, რომელმაც ცხოვრებაში რაღაც პერიოდი დაუდგათ და გადაწყვიტეს სუიციდური ქმედების განხორციელება, მაგრამ არ გამოუვიდა და რაღაცა გამოცდილება დაგროვდა მათში, ხო? და აი ამ თავიანთი გამოცდილების გაზიარება მინდოდა საზოგადოებისთვის. ბექას ბლოგი ინტერნეტ სივრცეში დაახლოებით წელიწად ნახევარია არსებობს. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბექას დაუკავშირდნენ და მისი დახმარებით თვითმკვლელობის მცდელობის საკუთარი ისტორია საზოგადოებას გაუზიარეს. ამონარიდი ანონიმი ავტორების წერილებიდან. ორჯერ ცადი ცხოვრებაში თავის მოკლა. პირველად ვენები გადავიჭერი, მეორედ კი უზომოდ ბევრი წნევის დამწევი აბიდავლიე, თუმცა ამაოდ, რატომღაც არც ერთხელ გამიმართლა. პირველ შემთხვევაში ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მომისწრო ნახევრად გულწასულს. მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ არ მოვკვდი. არა, ეს არ ყოფილა სხვებისთვის დადგმული სპექტაკლი. თავს მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ერთადერთ გამოსავლად საკუთარი არსებობის შეწყვეტას ვთვლიდი. მაგრამ ეს იყო მაშინ, დიდი ხნის წინ. როცა თავის მოკლის გადაწყვეტილებას ღებულობ, არაფერზე აღარ ფიქრობ, რადგან ტკივილი არ გაძლევს ამის საშუალებას. ლოგიკურად აზროვნების უნარს კარგავ და საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებ. სამყარო ყინულოვან უდაბნოს ემსგავსება, თვით დროც კი იყინება თითქოს. არაფერი აღარ გაინტერესებს ერთი რამის გარდა, თავი დააღწიო ამ უსაშველო მდგომარეობას.
ალბათ დეპრესიულ ადამიანებს უჩნდებათ უფრო ხშირად თვითმკვლელობის სურვილი, რადგან თავს ძალიან მარტოსულად, ანუ არეს შემთხვევაში ზედმეტად გრძნობენ. ასეთ ადამიანებს უფრო მეტი სითბო და ყურადღება სჭირდებათ. ფიქრობ, გამოსავალი თანადგომაშია. მე ჯერ არ გადამწყვეტია რა გზას დავადგე. ახლა ვფიქრობ, რომელი გზა იქნება ჩემთვის აუცილებელი. თუმცა რაღა გზა? ან რა გზა? არავითარი გზა არ არსებობს. არ ვიცი, იქნებ სხვების ცხოვრებაშიც დგება ესეთი პერიოდი. პერიოდი, როდესაც უცებ აღმოაჩენ, რომ ყველა ადამიანი მოკვდება და შენს როდისმე მოკვდები. არ ვიცი საერთოდ რა აზრი აქვს ახლა ამას რომ ვწერ. მაგრამ იქნებ, რა ვიცი, ბევრი ძმაკაცი კი მყავს. ხშირად ვერთობი მათთან, მაგრამ მაინც სიკვდილზე ვფიქრობ. საბოლოო ჯამში, ვისაც ვეკითხები, ვერავინ ვერ მპასუხობს, რისთვის უნდა ვიცოცხლო. ან რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? და სულ მეხუმრებიან. გონიათ მაიმუნობ. აბსოლუტურად არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ ამ თემაზე საუბარი აუცილებლად პირიქით ასეთი აზრების გამააქტიურებელი ხდება, ან პირიქით რომ უნდა გაუკეთოთ იგნორირება ასეთ აზრებს, რომ თქვათ კიდევ უფრო არ გავაღრმავოთ ამის შესახებ ფიქრი. ეს არის სიგნალი, რის დროსაც აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. თუ კი ადამიანმა ერთხელ გადადგა ასეთი ნაბიჯი, არ არის აუცილებელი რომ მან გაიმეოროს ეს. თუ კი ერთ შემთხვევაში, თუ კი აი ასეთი მცდელობის შემდგომ მოხდება კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების განხორციელება. სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია რომ ასევე განმეორებითაც მიმართოს ამ ნაბიჯს, გადადგას ეს ნაბიჯი და ლეტალურად დაამთავროს თავისი ცხოვრება. ჩვენს რესპონდენტს სუიციდის მცდელობა 18 წლის ასაკში ჰქონდა. ოჯახური კონფლიქტის გამო წამლების დიდი დოზა მიიღო. მართალია 5 წლის შემდეგაც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, მაგრამ საზოგადოება საკუთარ ისტორიას უყვება. გამოსვავდა და ხშირად ნასვამი მოდიოდა სახში აგრესიული. დედას ეჩხუბებოდა, რომ ფული მომეციო და ლევა უნდა კიდე და დედა რა თქმა უნდა ვარს ეუნებოდა, არ აძლევდა, არც ქონდა პრინციპში რომ მიეცა. და ამის შემდეგ გადადიოდა მამა ჩხუბზე, ცემაზე, გინებაზე. და მე დამყავდა 2 წლით იყო არის ჩემზე უფროსი და ჩემი და ხშირად დედას ესარჩლებოდა ხოლმე და ამის გამო მასაც ეჩხუბებოდა, ხელიც დაარტყა რამოდენიმეჯერ. მე პატარა ვიყავი, გარდატეხის პერიოდი მქონდა, ისედაც დაბნეული ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მძიმედ, ძალიან სწორად მოქმედებდა, არ ვიცოდი რა მექნა. ჩვენი რესპონდენტის მსგავსი ისტორიები ფსიქოლოგებს ხშირად სმენიათ. ოჯახური ძალადობა არც თუ იშვიათად მთავრდება თვითმკვლელობის მცდელობით. ბავშვებთან მხოლოდ ოჯახური ფაქტორებია და ამ ოჯახური ფაქტორებიდან არის ის წამყვანი, რომ ბავშვი განიცდის ოჯახში სიყვარულის ნაკლებობას მისადმი. აი დაუშვათ ოჯახში არის კონფლიქტური სიტუაცია. არის სოციალური შეჭირვება, გარკვეული ფინანსური პრობლემები არის და ბავშვები ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუცველად განიცდიან თავიანთ თავს. ბავშვს მთლიანად მოიცავს ის, რომ ის განწირულია, რომ ის მარტოა. და ამ მარტოობაში, ამ უსუსურობის განცდაში, იგი ამ დაძაბულობის ენერგიას მიმართავს თავისაკენ შიგნით და აი ეს უკვე შექმნის იმპულსს სუიციდისა. ერთ დღესაც, როცა მამამ სახლში მოვიდა ეს მთვრალი, მოაწყო მორიგი სკანდალი, იჩხუბეს, მე გავედი ოთახში, ავიღე წამლების ყუთი და რაც კი ხელში დამალი მოყვა, ყველაფერი დავლიე. დავლიე, დავწექი, ვიწექი ალბათ 15 წუთი, 20 წუთი და ჩამესმოდა ეს გინების, ჩხუბის, მტრევის ხმა. მე კი ძალიან ცუდად გავხდი, ნელ-ნელა ცუდად ხვდებოდი და რომ მივხვდი, რომ ეს სიკვდილი შეიძლება რეალობად გადაქცეულიყო, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა იმ მომენტში, მაგრამ მინდოდა დამენახებინა მშობლებისთვის
თუ რა დღეში მაგდედნენ ამ თავის საქციელი, თავის ქცევით. და ბოლოს უკვე ცუდად რო ვიყავი, შეშინებულმა დაუძახე დედას და დედა მიშორეთ მეთქი და ესე გადავრჩი. საქართველოში თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული ფორმა წყალში თავის დახრჩობაა. საბედნიეროდ სუიციდის მცდელობის ამგვარი შემთხვევების უმეტესობა ფატალური შედეგით არ სრულდება. მაშველებს ხშირად უწევთ მსგავს გამოძახებებზე გასვლა. გამარჯობა ბატონებთან. თქვენ გაგვიძღვებით ხო? დიახ, მაგრამ უსაფრთხოებისთვის ჯერ უნდა ჩაითვალოთ სამართლო შიგნით. რა თქმა უნდა. შემთხვევიდან რამდენ ხანში არის შესაძლებელი ადამიანის გადარჩენა? შემთხვევიდან, წყლიდან ამოყვანის შემდეგ დაახლოებით მაქსიმუმ 5 წუთამდე შეიძლება პირველად დახმარების საფუძველზე რომ ადამიანი იყოს გამოყვანილი მდგომარეობიდან, ჩაუტარდება დროულად შესაბამისი დახმარება და მისი გადარჩენა შესაძლებელი. ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება გადარჩენა და უკვე დაშავებული ჩაიძირება, ამ დროს ვაწარმოებთ საძიებო სამუშაოებს, როგორც ზედაპირული, ისე წყალქვეშ საძიებო სამუშაოებს, რომელშიც ღებულობს მონაწილეობას, როგორც სახმელეთო დანაყოფები, ისე ყვინთავთა ჯგუფები. რა ასაკის ადამიანები უფრო იყვავენ ესეთი გზით თავს? ძირითადად თვითმკვლელობის მცდელობაზე ასაკი 20-დან 35 წლამდეა დაფიქსირებული, მაგრამ შიგადაში ხშირ შემთხვევაში ვერ დავარქვე, მაგრამ არის მოხუცებიც, რომლებიც ახლავით 70 წელს ზემოთ თვითმკვლელობის მცდელობით ხდებიან ხოლმე გვარში. ბოლო წლების სიტუაცია როგორია? გახშირდა თუ არა თვითმკვლელობის ფაქტები? ბოლო წლების პერიოდში უფრო მოხშირდა თვითმკვლელობის ფაქტები იმ ასაკში, რომელიც სადაც წეგან აღნიშნეთ 20-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშია უფრო მოხშირებული. აქ სხვადასხვა მიზეზები და ძირითადად ასახელებენ უფრო სხვადასხვა მიზეზებს. იშვიათად, მაგრამ გვეკონტაქტებიან, როცა გადარჩენა ხდება და არის მაგალითად სიყვარულის გამო, შეყვარებული ღალატის გამო, არის იყო ხოლმე შემთხვევა, როცა ოჯახური კონფლიქტის გამო თვითმკვლელობა დააპირა და ასე შემდეგ არის. მდინარე მტკვარში 2011 წლის დასაწყისიდან დღემდე 8 ადამიანი დაიღუპა. 18 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მეტეხის კლდიდან, დაახლოებით ამ ადგილიდან ძალიან ისა გამოწეულია, იშვიათია რომ ადამიანი გადარჩეს რა. 18-20 წლის ბიჭი იყო, გადმოხდა და მარტო ხელი მოიტეხა, ვიპოვეთ ქვეშ უკვე რა, წყალზე. სამწუხაროდ ხდება ესეთი ფაქტებიც, მაგალითად აი ეს მარცხენა სანაპიროზე თვითმკვლელობის მიზნით გადმოხდა, ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრების მიეშველნენ. წყალი იყო ძალიან ადიდებული მტკვარი და მაქსიმალური დინება ჰქონდა და სამივე დაიღუპა. ჩვენი საძიებო სამუშაო საძიებო სამსა იმის შემდეგ ნაპოვნი იქნა რუსთავის ტერიტორიაზე. სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა მდინარე მტკვარზე და თბილისის ზღვაზე ფიქსირდება. თუმცა სამაშველო სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად გასულ წელს დაფიქსირებული თვითმკვლელობის 33 შემთხვევიდან 20 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 სამწუხაროდ დაიღუპა. თუ თვითმკვლელობის მცდელობა ნაკლებად აგრესიულ ხასიათს ატარებს, ადამიანის გადარჩენის შანსი იზრდება. ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის დასრულებას ვენების გადაჭრით ცდილობენ. ასეთ დროს სასწრაფოსა და სამაშველო ჯგუფს გარკვეული დრო რჩებათ ადამიანის გადასარჩენად. იგივე ეხება თავის მოწამვლის შემთხვევებსაც. არსებობს დასრულებული თვითმკვლელობა, ანუ დასრულებული სუიციდი, რომელიც შემდგარია და დასრულდა ფატალური გამოსავლით და მეორე არის სუიციდი მცდელობა, სუიციდური მცდელობა, ანუ თვითმკვლელობის მცდელობა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს თვითმკვლელობის მცდელობაზე, ადამიანი მიმართავს ნაკლებად აგრესიულ მეთოდებს, როგორიცაა მედიკამენტების გამოყენება, რაც საშუალებას უტოვებს დაუშვათ ახლობლებს, ჯანდაცვის სისტემას, რომ დაეხმაროს და გამოიყვანოს აი მდგომარეობიდან და შემდეგ აგრძელოს ცხოვრება. იარაღით თვითმკვლელობა საქართველოში თავის ჩამოხრჩობას ჭარბობს. ეს იმით აიხსნება, რომ იარაღი ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. ორივე მეთოდი სუიციდის აგრესიულ ფორმას მიეკუთვნება. გახშირდა მაღალი შენობებიდან გადმოხდომის შემთხვევებიც. ფსიქოლოგების აზრით, სუიციდის შემთხვევები მაშინ მოიკლებს, როცა სოციალური ფონი გაუმჯობესდება და ზოგადი სტრესული მდგომარეობა შემსუბუქდება.
როცა სუიციდზე ვლაპარაკობთ, ცალკე უნდა გამოვყოთ ეს ტენდენცია მოზარდებში. მოზარდებში თვითმკვლელობა გარდაცვალების მესამე მიზეზია. რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როდის ექცევა მოზარდის სუიციდის რისკის ქვეშ და რა პიროვნული და ფსიქოლოგიური ცვლილებები უძღვის წინ თვითმკვლელობას. ჩვენი რეპორტაჟის გაგრძელება. გარდატეხის ასაკი ფსიქოსოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, დადგენილია, რომ ყოველ წელს 5000-ზე მეტი ამერიკელი მოზარდი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. პიროვნების ბიოლოგიურ ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი განწყობებიც გარემო პირობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ დროს თავს იჩენს ხოლმე დეპრესიული განწყობები და სუიციდური აზრები. მოზარდობა ისეთი ასაკია, ამ დროს არის ძალიან რთული პერიოდი ფსიქოლოგიურად და ასევე ადამიანში არის გორმონალური ძვრები. ეს გორმონალური ძვრები მოქმედებს გუნებგანწყობის ცვალებადობაზე და მოზარდები ძალიან ესეთი რადიკალურობით გამოირჩევიან, ისინი ვერ ეგუებიან ადვილად ადაპტაციის უნარი აქვთ უფრო ნაკლები ვიდრე ასაკში შესულ ადამიანებს და ამავე დროს კარგად ვერ აცნობიერებენ მათი საქციელი რა შედეგებს მოიტანს. აი მაგალითად ვერ აცნობიერებენ რომ მათი საქციელი როგორ ატკენს გულს მშობლებს, ეს რაღაც ეგოისტური თვითმკვლელობის ვის მცდელობა აქვთ ხოლმე მოზარდებს და თან აი ხშირია წამბაძველი მიბაძვა მოზარდებში, აი ვიღაცამ მოიკლა თავი და ცნობილმა ადამიანმა, ცნობილმა მუსიკოსმა და მოზარდით მათ შეიძლება იმის ზეგავლენით მოიკლას თავი. მოზარდის სუიციდური მიდრეკილებისა და დეპრესიის მიზეზი ასევე შესაძლოა გახდეს მისი პროტესტი საკუთარი მდგომარეობის მიმართ. როდესაც ახალგაზრდას არ მოსწონს ის, რაც მის თავს და მის გარშემო ხდება. აქვს ისეთი მიდრეკილება და აღმოაჩენს თავის თავში, რომელიც მის პიროვნების საწინააღმდეგოა, მისი შეხედულების საწინააღმდეგოა და ვერ ნახულობს გამოსავალს აქედან. ვთქვათ, ჰომოსექსუალური ტენდენციები. არის ზოგჯერ ისეთი ადამიანში, როგორც აკვიატებული უსიამოვნო იდეა, უსიამოვნო შეგრძნება, უსიამოვნო მისწრაფება და მისი პიროვნებისათვის ეს სრულიად მიუღებელია. ამიტომ ან მიმართავს ექიმს და უფრო ხშირად არ მიმართავს, იმიტომ რომ არ უნდა გაამხელოს თავისი ესეთი განცდა და შეიძლება მოახდინოს სუიციდი თავის მიმართ. ეგრეთ წოდებულ თინეიჯერულ სუიციდთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები მოიცავს დეპრესიას, თვითმკვლელობის მცდელობას, განცდილ ზარალს, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრს და ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას. მოზარდები ხშირად განიცდიან ძლიერ სტრესს, დაბნეულობას, არასრულფასოვნებას, ფინანსურ პრობლემებს. თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად ხდება მშობლების განქორწინება, ოჯახური ძალადობა, წარუმატებლობა სკოლაში, დაბალი თვითშეფასება, უარი მეგობრობაზე, ახლობელი ადამიანების გარდაცვალება და ასე შემდეგ. ასეთ დროს აუცილებელია სპეციალისტის დროულად ჩარევა. განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს ოჯახმა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახები იყვნენ სოციალურად დაცულები, რომ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც მუშაობდეს, რომ ოჯახური კონფლიქტები, რომელიც ძალიან ხშირად სწორედ ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული, ხშირად მოგვარებელ სოციალურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, მისი მოგვარების შესაძლებლობა მიეცეთ ადამიანებს, რადგან იქ ბავშვები არიან, ბავშვები, რომლებიც აი უსამართლობას განიცდიან მაშინ და აი ვინ არის მის მიმართ უსამართლოდ, ვინ იქცევა ამისი ადრესატიც მათ არ გააჩნიათ. მშობლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ მოზარდის შვილის ქცევებსა და საუბარს. თუ ის წინასწარ ლაპარაკობს, თუნდაც ხუმრობით, თვითმკვლელობის შესახებ, აუცილებელია, რომ ეს სერიოზულად აღიქვას დედმამამ და სცადოს გაარკვიოს შვილის ამგვარი საუბრის მიზეზი და სცადოს პრობლემების მოგვარება. მშობლებმა შვილს დამატებითი ფსიქოლოგიური პრობლემები არ უნდა შეუქმნან. სიკვდილი მინდა, ან თავის მოკვლას ვაპირებ. მოზარდის ასეთი ფრაზები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. მშობლებს მინდა უთხრათ, რომ როგორი მძიმე პირობებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ბავშვებს სიყვარული არ მოაკლონ. ოჯახური კონფლიქტების დროსაც, ეკონომიკური, ფინანსური შეჭიდვების დროსაც, ნებისმიერი დაძაბულობის დროსაც ბავშვებს სიყვარული არ მოაკლონ. ხშირად რელიგიაში ეძებენ გამოსავალს. მოძღვართან ურთიერთობის შემდეგ ბევრმა თინეიჯერმა ძლიერი ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლია. ადამიანის
რაღაცა ფიზიკურად მის სხეულში რაღაცა მოვლენები იცვლება, რაღაცა ის თითქოს ზრდას ასრულებს და ეს ცვალებადობა მასში რაღაცა სისხლის მიმოქცევას იწვევს და შეიძლება ადამიანის რაღაცნაირად სხვანაირი ხასიათიც კი ჩამოუყალიბდეს, რაღაცა ცოტა გაუხეშდეს, რაღაცა ვერაცნობიერებდეს, სწორად არ განსაზღვრავდეს რაღაცა მოვლენებს, არ უყურებდეს სწორად. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდების პრობლემაა და ჩვენ ისევ დაუბრუნდებით იმ თემას, რომ აუცილებლად მოძღვართან ურთიერთობით არის დაძლევადი ეს პრობლემა. სხვაგვარად შეუძლებელი. სპეციალისტებს აქვთ სხვადასხვა რჩევა თუ როგორ ავარიდოთ მოზარდ სუიციდზე ფიქრი. საჭიროა საუბარი პრობლემებზე, კონსულტაციები, როგორც პერსონალური, ასევე ოჯახური. მოზარდმა უნდა ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებაში პრობლემებს. ამაში კი მას მშობლები უნდა დაეხმარონ. ფსიქოლოგიური დახმარების შემდეგ უკიდურესი გზაა მედიკამენტები. წამლები მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას და სუიციდზე საუბარს. ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. მოგესალმებით ბატონ გაგა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველი რითაც საუბარი მინდა დავიწყო, როდის იწყებს ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრს და რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ეს მისთვის? საკმაოდ რთული შეკითხვა, ესე ცალსახად შეუძლებელია თქვა, როდის იწყებს. საერთოდ, ადრეულ ბავშვობაში ჯერ უნდა ადამიანი მიხვდეს რა არის სიკვდილი. რაც ხოთ შორის მარტო ადამიანების პრეროგატივაა, ცხოველებმა არ იციან რა არის რაღაცა პატარა გამონაკლისების გარდა რატომღაც სპილოებმა და მანგუსტებმა თითქოს იციან რა არის სიკვდილი. და თავის მოკლაზე ფიქრს პროფესიონალი თვითმკვლელები არ არსებობენ. შეიძლება იყოს ადამიანი დეპრესიისკენ მიმართული, რაღაცა ფსიქიკური გადახრების მქონე, მათი რისკი უფრო მეტია. რა ასაკიდან ვერ გეტყვით. ალბათ, შეიძლება საკმაოდ დაბალი მცირე წლოვანი ასაკიდან, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა ძალიან 5-6 წლის ბავშვებს მოუკლავთ თავი. თუმცა ძირითადად ინტერესის გამო ან მიბაძვის ან რაღაცა ასეთი, არა რაღაცა ესეთი კოსმოსური პრობლემების გამო. ასე რომ ზუსტად თქვა მართალ გითხრათ არ შემიძლია. აი თქვენ გქონიათ ესეთი შემთხვევა, როდესაც თქვენთან მოსულა ადამიანი და მე პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ ვიცნობ. და აი თვითონ რას ამბობენ ხოლმე როგორც წესი, ვინც წინასწარ ამბობს, რომ აი გადაწყვეტილი აქვს თვითმკვლელობა. ისინი უფრო ხშირად ჩადიან ამ თვითმკვლელობას თუ ისინი, რომლებიც ამაზე არ ლაპარაკობენ? ხო, ორივე შემთხვევა შესაძლებელია ადამიანს გააჩნია. საერთოდ არსებობს ასეთი რამდენიმე ნიშანი, რომ ადამიანი ფიქრობს ამაზე. ზოგჯერ ხუმრობით, უცებრო თავი მოვიკლა რა სიტყვით, ან რაღაც ასეთი მინიშნებებით შეიძლება მიხვდე, რომ დაუშვათ მოზარდი ან ახალგაზრდა ფიქრობს თვითმკვლელობაზე. აი რა არის ეს ნიშნები გარდა იმისა, რომ ხუმრობით შეიძლება ხუმრობით თქვა, შეიძლება დაინტერესდეს თქვათ მეთოდებით, ფილმებს უყურებს ან წიგნებს შესაბამისად, ხშირად სადაც არის სუიციდის სცენები თუ რაღაცას მონაწილეობს. მოკლედ, როდესაც ინტერესდება ამ თემით, სახიფათოა. რატომ სრულიად სხვა საკითხია. ეს შეიძლება იყოს ეს სოციოლოგიის ერთ-ერთმა მამამ ჯურგენმა გამოყო რამდენიმე ტიპი, რის გამოც იკლავენ თავს. ყველაზე ხშირია ფსიქიკური გადახრა, მძიმე დეპრესია. სხვა შორის არსებობს ასეთი ეგრეთ წოდებული ირონიული დეპრესია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო რისკის მატარებელია თვითმკვლელობის. აი როდესაც ადამიანი თითქოს დასცინის თავის თავს. აი რას დავემსგავსე ხომ? ნახე, გახსოვს რა ბიჭი ვიყავი და ეხლა რას ვგევარ. აღარაფერი აღარ შემიძლია, რაღაცა ესეთი თითქოს ხუმრობით, მაგრამ სახიფათოა. არსებობს არა ირონიული სხვანაირი დეპრესიას, როდესაც ადამიანს ეკარგება სიცოცხლის აზრი, აღარ აინტერესებს არც ნათესავი, არც მეგობარი, არც არაფერი და გადაწყვეტს, რომ ასე ვთქვათ, ანგარიში გაუსწოროს. აი, როდესაც ადამიანი ჩადის თვითმკვლელობას, ეს უფრო ხშირად არის ხოლმე, შეგვიძლია დავარქვათ ამას აფექტის მდგომარეობა იმ წუთს, როდესაც ის თავს იკლავს, თუ ეს არის კარგად გათვითცნობიერებული? ისიც არის და ასეც. აფექტი ისეთი რამე, როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს კონტროლს კარგავს საკუთარ ქცევაზე და შეიძლება განახორ ძალიან ძლიერი რაღაცა ემოციის გამო. მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც ამას გეგმავენ
საკმაო დროის განმავლობაში არჩევენ დროს, ადგილს, იქ რაღაც საშუალებას რითის თავს იკლავენ და ასე შემდეგ. ამიტომ ცალფრივად ამის თქმა არ შეიძლება. თვითმკვლელობა ყოველთვის იყო და სხვადასხვა კულტურაში ცხადია სხვადასხვანაირია დამოკიდებულება. სადღაც ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგალითად იაპონიაში, სადაც სირცხვილი არის სიკვდილზე ბევრად უარესი. იაპონია უბრალოდ ტრადიციულად მაღლაა საკმაოდ, მაგრამ ეხლა პირველ ადგილზე ნამდვილად არ არის ლიტვა, რატომღაც არ ვიცი. ეხლა იაპონიას რო დაუბრუნდეთ, იქ იამამოტო არის ესეთი იდეოლოგი, სამურაული კოდექსის თუ შეიძლება ითქვას, რომელსაც პირდაპირ წერია, თუ დაგიდგება ალტერნატივა სიკვდილი თუ სირცხვილი, არც იფიქრო, იმიტომ რომ სიკვდილი ყოველთვის გაგამართლებს. და ამიტომ დღესაც, თუმცა ეს ცნობილი იაპონური ხერხი, ხარაკირი, იგივე სეპოკუ, მხოლოდ სამურაებს შეეძლოთ ამით ესაგება. სხვაებიც იკლავდნენ თავს, მაგრამ არა აი ამ მუცელის გამოფატრით, ჩამოხრჭობით ან წყალში გადახტომით ან რაღაცა მსგავსი. ეხლა ხარაკირის ნაკლებად აკეთებენ, მაგრამ იაპონიაში 1 იანვარი არის თვითმკვლელების დღე. იმიტომ რომ 1 იანვარს ტრადიციულად უნდა დააბრუნო ვალები და ვინც ვერ ააბრუნებს, ეს არის სირცხვილი და ამიტომ ხშირად იკლავენ თავს. აი იაპონიის მაგალითი ერთი წამით რომ გადავდოთ გვერდზე, რა ხანის ასოცირდება, თქვათ, ერთ მხარეს დგას სირცხვილი, მეორე მხარეს სიკვდილი, ხო? მოდით დავიღოთ სხვა შემთხვევა, როდესაც ადამიანები აი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო იკლავენ თავს. ხშირად გამიგონია შეფასება, რომ საბოლოო ჯამში თვითმკვლელობა ეს არის ადამიანის სისუსტე. თქვენ ეთანხმებით ამას? ისევ ამბობ, რომ ეს ცალსახად ამის თქმა არ შეიძლება. ეხლა, როდესაც რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ახალგაზრდა ბიჭი იმის გამო რომ გოგო მოარი უთხრა და თავს იკლავს, რა თქმა უნდა, სისუსტის და სისულელის ნიშანია ფაქტიურად. როდესაც ვიღაცა იკლავს თავს იმის გამო რომ მერილინ მონრომ მოიკლა თავი ან რაღაცა მსგავსი, აგრეთვე რა თქმა უნდა, სისუსტის და ინტელექტუალური არასრულფასოვნების შედეგია. მაგრამ არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი სრულიად გამიზნულად და სრულიად ნებაყოფლობით ცხადია. არსებობს ეგეთი კლასი თვითმკვლელობისა, რომელსაც ალტრუისტურს ეძახიან. აი მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ესეთი ამბავი მოხდა, ხანში შესულმა კაცმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ მის რაღაც განკურნებელი ავადმყოფობა სჭირდა და მისი მკურნალობა ძალიან მძიმე თვითად ედო ოჯახს, ხო და გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, ვერ ვიტყვი, რომ ეს სისუსტის ნიშანია, ნამდვილად ესეთი ღირსეული საქციელია, თუმცა არავის არ მოუწოდებ, რომ ეს გაიმეოროს, ცხადია. ასე რომ არსებობს სხვადასხვანაირი, არსებობს ადამიანი, როდესაც თავს იფეთქებს და აი შაჰიდები მაგალითად სუსტები არიან, არ ამგონია, ზომბირებულები შეიძლება ხო. მინდა გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, ეს უკავშირდება მოზარდებს, აქაც ძალიან ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევები. რა მიდგომაა საჭირო მოზარდებთან და ვის ენიჭება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ოჯახს, სასწავლებელს, რა უბიძგებს ძირითადად მოზარდს თვითმკვლელობისკენ? მოზარდებში ყველაზე ხშირია ესეთი უბედური სიყვარული პირველი. მეორე სექსუალური ნიადაგზე, მის გამო რომ პირველი სექსუალური ასე ვთქვათ, გამოცდილება ბიჭებში ხშირად წარუმატებლად თავდება და ეს წვითავს, რომ მორჩა ცხოვრება და კაცი აღარა ვარ და ამის გამოა. და აგრეთვე ის, რომ ვერ ნახულობს ადამიანი განსაკუთრებით აი ამ თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით გრძნობიარეა გარემოს მიმართ. და თუ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ვერ მიაღწევს რაღაცას ის რაც უნდა, ის რომ დაჩაგრულია საზოგადოებისგან და ასე შემდეგ და უფრო ადვილად მიდის ამაზე. ძირითადად ეს არის. აი, სად არის ყველაზე მეტად ხშირ, რა წინაპირობები შეიძლება არსებობდეს, სანამ მოზარდი თქვა თვითმკვლელობამდე მივა მშობელმა ან სკოლაში როგორ უნდა მიაქციონ ამას ყურადღება, როგორ უნდა მიხვდნენ, რომ შეიძლება მან რაღაც ცუდი ჩაიდინოს და თავის თავს ზიანი მიაყენოს.
რამე წინაპირობები არსებობს ისეთი თვალშისაცემი და ამოსაცნო? ძნელი სათქმელია ისე, რაც გითხარით, რომ თუ ადამიანი ფიქრობს რაღაცნაირად ეტყობა. თუ შეიცვალა მკვეთრად უარესისკენ, გახდა დეპრესიული და ლაპარაკობს სიკვდილზე და ასე შემდეგ, კი ძალიან ხშირია არასასურველი ორსულობის გამო, იმიტომ რომ სირცხვილის და ასე ვთქვათ, გაკიცხვის შიშით ამას აკეთებენ. ასე რომ პრევენცია ამისი არის მხოლოდ და მხოლოდ განათლება. შეიძლება იყოს რელიგია. რა თქმა უნდა, თუ რელიგიური ადამიანი და იცის, რომ რელიგია ამას გრძალავს, აი ესე როგორც გრძალავს, შეიძლება ამან შეაჩეროს, ცხადია. მაგრამ მგონია, რომ განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. არის შემთხვევები, როცა ადამიანები განსაკუთრებული სისასტიკით იკლავენ ხოლმე თავს, საჯაროდ აკეთებენ ამ ყველაფერს. აი ეს რა შემთხვევა? ეს არის სწორედ ისეთი ადამიანების ჩადიან ამას, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში წარმატებას, რომლებიც თვლიან, რომ მეც იმსახურებენ თუნდაც აი ამ გზით და საჯარო მკვლელობა აგრეთვე ამ რიგიდან არის, როდესაც მოხვდები გაზეთში, ბაჩვენებენ ტელევიზიით და ასე შემდეგ, თუნდაც ამ ფასად. ესე იგი ძალიან მძიმედ არის ამ კაცის მე მინდა ვისაუბროთ შემთხვევაზე, როცა პირიქით ხდება ხოლმე თავს არ იკლავენ საჯაროდ და ამავე დროს ადამიანი ფიქრობს, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოკვდეს და მეთოდებს ეძებს, რომელიც ასე ვთქვათ, თვითმკვლელობამდე მიიღოს, სიკვდილს დააყენებს ისე, რომ მან ფიზიკური ტკივილი არ იგზნოს იმდენად, როგორც სხვა შემთხვევაში. ამაზე რა შეგიძლიათ გითხრა? ის რომ თვითონ სიკვდილთან შეხვედრის მომენტი არის ყველაზე უფრო ძრწოლის და შიშის მომგვრელი, ცხადია. და აი ეს პოტენციური სუიციდანტი ცდილობს სწორედ ეს მომენტი მოხსნას. ხლა რამდენი გამოკითხვა ტარდება და ყოველთვის ყველა უმრავლესობა ადამიანებისა ამბობს, რომ ურჩევნია, რომ მოკვდეს ძილში. კარგით, მე მინდა ბოლო შეკითხვა დაგისვათ, ძალიან ხშირად არის, უფრო მეტია ხანდახან შემთხვევა, როდესაც ადამიანებს აქვთ მცდელობა თვითმკვლელობის და ვერ ამთავრებენ ამ პროცესს და რჩებიან ცოცხალი, აი მათი სრული რეაბილიტაცია შესაძლებელია და რა პირობები არის ამისთვის საჭირო? კი, რა პირობები, ამაზე ცოტა მოგვიანებით, რა თქმა უნდა შესაძლებელია. საოცარი ფაქტი არის ცნობილი, რომ აი შაჰიდები, რომელიც თავს იფეთქებენ, ხო? აი თუ დაიჭირეს და ვერ განახორციელა მან ეს თავისი განზრახვა, პრაქტიკულად არასდროს არ იმეორებენ. მე რაღაცნაირად აცნობიერებენ, რომ ცუდ რამეს შვებოდნენ. ეს ერთი. მეორე არსებობს კატეგორია ცრუ თვითმკვლელთა, რომლებიც სწორედაც რომ ისცენირებას აკეთებენ თვითმკვლელობისა, იციან ან ზრუნავენ რომ გადაარჩინონ. ესეც ყურადღების მიქცევის მცდელობად შეგვიძლია შევფასოთ. ხო, ეს ისტეროიდული პიროვნების ნიშანია, როდესაც იგი ცდილობს რომ ან მართლა განიცდის ისეთ ემოციებს, რომელიც მეტად განიცდის, ვიდრე საჭიროა, თქვათ ასე. აი ცნობილია რომ პოეტებში და მსახიობებში ისცენირებული თვითმკვლელობების რიცხვი 5-ჯერ 9-ჯერ უფრო მეტია ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებში. თუმცა ზოგჯერ არის ხოლმე რომ არ გამოსდით. და მართლა რაღაც დარეკილია და ის ვერ მივიდა ის რაღაც ინფორმაცია ვიღაცამ ვისაც უნდა გადაერჩია და შეიძლება მართლა დაიღუპოს. მაგრამ ისე რა თქმა უნდა უფრო ხშირია რომ ესე იგი თვითმკვლელობთა ცდელობა უფრო ხშირია ვიდრე ნამდვილი თვითმკვლელობა. არ გამოსდის ხოლმე, ან მიასწრებენ, ან ცოცხალი გადარჩება, ან კუჭს გამოურეცხავენ, რაღაცა ხდება. არიან ესეთი თუ შეიძლება ითქვას იდეური თვითმკვლელები, რომლებიც ამას ახორციელებენ რამდენჯერმე. ნუ ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამის დაბმული იყო სახში რომ მაინც მოახერხა ამისი გაკეთება. თუმცა რა თქმა უნდა ფსიქოთერაპიის კარგი ზრუნვის და ბევრი სხვა რამის შედეგად შესაძლებელი ადამიანს გადაათქმევიო და ანახო რომ ეს სიცოცხლე მშვენიერია.
და არ ღირს აქედან წასვლა დროზე ადრე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ აქზე. ნახვამდის.